მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვცხადო ყველა პოლიტპატიმარს, რა თქმა უნდა, ყველა დაშეებულ ადამიანს და სოლიდარობა ყველა მებრძოლ ადამიანს, ვინც ამ წუთას კიდევ იბრძვის და ქუჩაში დგას. და მინდა აღვნიშნო, რომ ნიკა მელიას ეს საქციელი ნამდვილად იყო მისაბაძი და დასაფასებელი. კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ დაანახა ყველას, რომ არ გვეშინია, არ გავტყდებით და თქვენ უზნეო სასამართლოს კორუმპირებულ, დეგრადირებულ სასამართლოს არ დავემორჩილებით. ეს იყო ნამდვილად კარგი მაგალითი ამისი და კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ყველას, თუ კი ვინმე სასამართლო გაიმართება და ამ სიტყვებს რო უწერ, მე მაქვს ალბათ მორალური უფლება ამისი, რამე თუ ციხეში ვიყავი, როდესაც მოსამართლეს და პროკურორს დედის ერთი უკანა ნაწილი დავამხვე თავზე პირდაპირ ციხიდან. და აქედან გამომდინარე მინდა ერთი რამ თქვა, თუ ვინმეს ასეთი ქმედების ჩადენა არ შეუძლია, ეს არაა დასაძრახი შინაგანით. კონსტიტუცია შეიძლება არ აძლევს ადამიანებს, მაგრამ ის, რომ ბოიკოტი გამოუცხადოთ სასამართლოს, საერთოდ არ მივიდეს არც ადვოკატი, არც ერთ პროცესზე, არც დაპატიმრებულები. აი, საერთოდ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ. ყველაზე რბილი ფორმა ალბათ ეს იქნება და რა ვიცი, ალბათ უკვე ყველა პოლიტიკოსმა უნდა დაანებოს ახლა კეკლუცობას თავი, აი არჩევნებზე ლაპარაკს თავი და ყველამ უნდა დაიწყონ უფრო მეტი ქმედებები იმ პატიმრების ხარდასაჭერად, რომლებიც ციხეში არიან გამოწყდებული, როგორც ვიცით, სენატორს უარი განუცხადნენ პატიმრების განთავისუფლებას და ყველაფერს და ამ ფონზე სურაგიჩის ფონზე ვაშკაცური ნაბიჯი, გინდა ოქროაშვილის და გინდა მელიას ვაშკაცური ნაბიჯი და გინდა ყველა მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის ბოდიშურტი გვარებს ყველას ის ვერ ჩამოთვლონ ფონზე ლაპარაკობდე რაღაცეებზე და საუბრობდე საღაჩას შესვლაზე არის ტრაგიკული, მე მგონია და ძალიან სული აღსაქმელია პატიმარი ბიჭებისათვის, რომლებიც თვლიან, რომ უკანონოდ დაიჭირენ და თვლიან, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე და არავითარი კომპრომისებზე არ უნდა წავიდეთ ხელისუფლებაზე. რა თქმა უნდა, ბოიკოტი მოსამართლეებს, პროკურორებს და არ დასწრება სასამართლო პროცესებზე ერთ-ერთი უფრო მსუბუქი ნაბიჯია, მაგრამ თუ კი მოხერხდება ერთ დღეს, ერთ დილას, უნდა გათენდეს დილას, რომ ყველა ვინცაც გადაწყვეტილი აქვს ბოლომდე იბრძოლოს. ყველა ვისაც ეს აქვს გადაწყვეტილი, ალბათ ერთ დილას უნდა შეიკრიბონ საქალაქო სასამართლოს და მოსამართლეებს და პროკურორებს არ უნდა მიცენ იქ შესვლის საშუალება. არ ვიცი, ახლა ეს რა თქმა უნდა მძიმე გასაკეთებელია, რა თქმა უნდა გამოიწვევს ბევრ დაპატიმრებას, ბევრი ადამიანის ცემას, ბევრის დაპატიმრებას, მაგრამ თავგაწირის გარეშე არაფერიც არ გამოვა და თუ ჩვენ ამათთან ბრძოლას წავაგებთ, მაინც ყველას დაგვიჭირავენ, მაინც ყველას გვქცემენ და მაინც გაუბედურებული იქნება საქართველო რა. და ჯობია ერთხელ გადავიხადოთ დიდი ბრძოლა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე, ვიდრე ასე სათითაოდ ყოველდღე თითო ოროლას გვიჭირავდნენ. ალბათ ჯობია ერთი შეტევა გაკეთდეს. რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ და მინდა რომ დამთავრდეს ერთხელაც სამუდამოდ ეს ბოროტება, რასაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ქვია და რა ვიცი, მე ამის უფლება ჩემ თავს ვამბობ, რამე თუ მასთან ბრძოლის გამო ვარ ემიგრაციაში და მასთან ბრძოლის გამო 1-4 თვე ნამდვილად ვიყავი კამერაში. ბოდიშგიგთით თუ რაღაცნაირად მენტორული ტურნი გამოდის, ბოდიშგიგთით თუ რა ვიცი, ვინმეისთვის ეს არ აღიქმება წესიერად, მაგრამ მე ჩემი აზრის დაფიქსირებას ვერ ამინ, ვერასდროს
ვერ წამართვებს ვერსად, სადაც არ უნდა ვიყო. მადლობთ ყურადღებისათვის.